Admin. Kaj, წინ მოდი აბა. აი გედება ოდნავ რა. Kaj. მოიცაბა მეორე მხარე ვნახო. წინ კაი ადგილი ბორმათ ახალგილი. აი მათ იცედება, აი აქ ეხახუნება ოდნავ. Ai, უკან მიდი. რეალური აი ამ შტანგების გასვლის შესაძლებლობა ამ სიმაღლეზე კიდე არ უშვებს უკვე. ამორტიზატორებიდანაც ჩახსნილია და პანარიდანაც ჩახსნილია. ანუ მარტო ამორტიზატორ შტანგას ადამდეც გაუშვებდა აი აქედან მიწამდე ყველაზე დაბალ წერტილთან არის 1.20 მ. აღარ უშვებს ახლა მეც კიდე შეუძლია მეზე უბრალოდ აღარ უშვებს აი ეს ტორმოზის შლანგები უკვე ეს შეაზდაგზელებული მაქვს მაღლიდან და აღარ უშვებს მეც გაწყვიტავს ამას უკვე კიდე რო ავწიოთ თორე შტანგა კიდე მეტი შეუძლია ახლა უნდა ჩამოვწიოთ ის 6-იანები რაც კიდევს ყვითელები ასაწევები ის უნდა დავაყენოთ 3.5-იანი მოკლედ დავიწყეთ უკანა მხარის ჩამოწევა ეს არის რაც ეყენა თავისი 6 სანტიმეტრი იყო დიამეტრი 18 შიდა გული 14 გავაკეთეთ ორი ცალი აი ასეთები 3 სანტიმეტრი, ანუ 3 სანტიმეტრი მოვაკელით. დანარჩენი ისე იგივეა ყველაფერი. ესეც ესე, აი ასე დადგება პრუჟინებზე. ჯერჯერობით ამინდი არ გვიწყობს ხელს. მაგრამ როგორც კი კაი ამინდები გამოვა, ავაწყობთ მანქანას. ახლა განახებთ რა მდგომარეობაშია მანქანა. მანქანა ყავს ესეთ მდგომარეობაში პრუჟინები გამოცლილი პანარა მოხსნილი მხოლოდ შტანგებზეა დარჩენილი ნახოთ აბა სადამდე დაიწევს შემდეგ უნდა გადავაკეთოთ აი ეს შემზღუდველებიც დიდი განათება ჯართოთ აი ეს შემზღუდველები უნდა დაბალზე დავწიოთ მაგასაც განახებთ რომ დავაყენებთ მე დიაგონალზე უნდა შევაყენოთ რომ გავიგოთ რამდენიანი დასჭირდება იმის მიხედვით ახლა წინა მხარეს რაც შეეხება წინა მხარეს დავწიეთ დაბალზე ტორჩენები კიდე უფრო ხედავთ ხო ალბათ რამდენად ახლოს არის უკვე კრილო მოსული და მიმდინარეობს დაჩაქუჩების სამუშაოები იმიტომ რომ დაშვების დროს უკვე 40-იანი საბურავი ედება რა თქმა უნდა კრილოებში აი ეს ადგილები უნდა გაკეთდეს კარგად ნუ ეს დამუშავდება რა თქმა უნდა და ბეჟუნს მივესხამ როგორც მოითხოვს იმის მიხედვით. მოკლედ თქვენც ჩემსავით რო არ იწვალოთ. აი. ერთი არის 45.5 საპატროლის პრუჟინები. მეორე არის ეს Ormuz da 4.5 და ცოტა მეტი ოდნავ. 1 სანტიმეტრია დაახლოებით განსხვავება და ეს იყო ჩემი მანქანის დახრულების მიზეზი სავარაუდოდ ახლა გავიგებთ. მოკლედ ნელ-ნელა მივდივართ დასკვნითი ეტაპისკენ. უკანა მხარე ავაწყვეთ ყველაფერი.
ეხლა წინა მხარე გვაქვს ამოშლილი, თან ამოვასუფთავეთ აქ ძალიან ბევრი ტალახი და ჭჭი იყო შემოსული ნესტი. კარგად გამოვაშრეთ. აი ეს ადგილები, სადაც ურტყავთ, მნიშვნელოვანია, რომ პირი არსად არ გააღოს და თუ სადმე გააღებს, აუცილებლად შევავსოთ ან სვარკით და ზემოდან მერე გერმეტიკით. ეხლა ვართ ამ ეტაპზე ზუსტად. თითქმის მივიყვანეთ იმ დონეზე, სადამდეც გვინდოდა რომ შეღუნულიყო. აი ეს ადგილი გამოყავს კარგად. ეს ერთი მხარე და მეორე მხარეს უკვე წასული გვაქვს გერმეტიკი და ველოდებით გაშრობას. აი ესეც მეორე მხარე. აუცილებლად იმ ადგილზე, სადაც ჩაქუჩი ურტყმით, იმიტომ რომ ეს თავისი დამცავი ძველი ბეშუმი რაც უსვია, ის აუცილებლად აძვრება. იმ ადგილზე დროთა განმავლობაში მერე დაიწყებს შეანგოს ტალახი და წყალი რომ მოხდება. წაუსვით დეისონის გერმეტიკი, გარედანაც და შიგნიდანაც დაიზღვიეთ თავი, რომ ღრმა წყლებში მანქანაში არ მოხდეს შიგნით ნესტი და წყალი. აი კარგად ჩანს აქ. სადაც უწევს დაჩაქუჩება და შემოღუნვა. საკაურობაც კარგია თუ გამოასუფთავებ თან დროთა განმავლობაში ეს იორთქლება ფეჩზე, ნესტზე, თოლზე, ზამთარზე, სიცხეზე და ხალიჩავისაც უგვია. ამოშლა კარგია რომ გამოსუფთავდეს და ნესტი არ მოიკიდოს კუზაოზე. ნამხარი ჩამოვწიეთ, როგორც ნახეთ, ავაწყეთ 6.5-იანის მაგივრად დავალაგეთ. 6.5-იანის მაგივრად დავალაგეთ 3 სანტიმეტრიანი. სიმართლე გითხრათ, უფრო მეც ველოდი, რომ დაიწევდა დაბლა. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის, რა თუ ავაკვირდები სიარულს, თუ კიდე დაჭირდა, მაგ სამიანებსაც გამოვაცლი მე. ახლა ვართ ამ ეტაპზე ერთ სიტყვით. ამას გველოდებით რომ გაშრეს. მე თხევადი პოლიმიზატორის ბეშუმი მაქვს მოტანილი, ისიც აუცილებლად უნდა მივასხა კიდევ, რომ ყველაფერი იყოს იდეალურად და კარგად, იმიტომ რომ კოროზია და ეს ისეთი რამეა, რომ შეჭამს კუზაოს აუცილებლად მით უმეტეს ჩვენ ისეთ ადგილებში დავდივართ და ისეთი საქმეა, აი ძალიან დამღლელი და უინტერესო მოსაბეზრებელი, რომ ყველას ეზარება ამის გაკეთება, მაგრამ საჭიროა აუცილებლად რომ გავაკეთოთ. მოკლედ ვაკეთებთ მოხვევის კუთხეების შემზღუდველს იმისთვის რომ ყუმბარებს ნაკლები ძალა დაადგეს მოხვევის დროს დიდ საბურავებზე. მარტივი არ არის ძალიან რთული. გაჩვენეთ დაახლოებით აგიხსნით როგორ რა გაკეთდა. აი ესეთი უგოლნიკები უნდა ნახოთ, შველერი, გახრეტილი დაახლოებით ასეთი ზომის, არ უნდა იყოს სუსტი და ორი ცალი აი ესეთი ბოლტი თავისი გაიგით. პრინციპი რა იქნება? ეს დადუღდება გიტარაზე და ეს მოეჩინება შიგნითა მხრიდან. აი, დაგვირდით. იქნება თან რეგულირებადი, არ იქნება მუდმივი. ეს გაიკა დასვარკდება ამ უგოლნიკზე, უგოლნიკი დასვარკდება გიტარაზე. ეს თავისთავად შიგნით ტრიალებს, ასე მოუშვებ,
აქეთ გამოიწევა, მოუჭერ, იქით შეიწევა. ანუ რას ნიშნავს რა? დააყენებ იმ ხელაზე, რამდენითაც გინდა რომ შეიზღუდოს მოხვევის კუთხე. მუდმივად შეზღუდული არ გვინდა რომ იყოს, იმიტომ რომ ქალაქში გადაადგილების პირობებში, ძალიან გაზდის მოხვევის კუთხეს და გადაადგილება ძნელი იქნება ქალაქში. ანუ ტყეში გადახვალ თუ არ ამას გადაატრიალებ, გეცოდინება მონიშნული ზუსტად სატამდე უნდა დააყენო. გადმოატრიალებ, всё, ბოლომდე ექნება ისევ მოხვევა. ეს ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ რამას არ მიედოს საბურავი და ყუმბარები არ იყოს ძალიან, ასე ვთქვათ, დაჭიმულ მდგომარეობაში არ ემუშაოს, ანუ ბოლომდე აღებულზე. ამას სულდავთ მექანიკურად, იმიტომ რომ ტყეში გადაადგილების დროს ფიზიკურად შეუძლებელია, ეხლა ფსიქოლოგიურად გესმის, რომ ბოლომდე არ უნდა აიღოს საჭე, მაგრამ მაინც ხანდახან არის მომენტები, როცა ეს გვავიწყდება, ამიტომ ეს იქნება მექანიკური შემზღუდველი, თანაც რეგულირებადი. ესე დუღდება, შემოდუღდება ზემოდან, დავასვარკე გაიკა, რომ კლუჩით ადვილად მიუწიო და მოუწიო, როგორც დაგჭირდება. ტივი პრინციპია რა, ესე დაატრიალებ, გავა იქით ხარეს, მიედება შაჭრის მექანიზმს, რომ იმაზე მეტი არ გაუშვას. მერე გამოხვალ ქალაქში, ისევ მოუშვებ და როგორც მანამდე იყო, ისევ ისე იქნება. საბოლოო ჯამში პრინციპი გამოდის აი ესეთი. აქედან დაუდეთ მაინც გაიკა თავისი გროვერნით, რომ არ მოიშვას და არ იყოს ყოველ წამს სარეგულირო. პრინციპი რა არის ხლა? ეს ხუთიანი უგოლნიკი დადუღდა სტუპიცაზე, რაც დასდევს საბურავს. ეს რო აქეთ მოუხვევს, ზუსტად გულზე მიედება ამას. იმაზე მეტზე არ აღებინებს. თუ გინდა რომ უფრო ბოლომდე აიღოს, ამას დაუშვებ, გაწევ მეორე მხარეს და всё. სინახავს ყუმბარებს მაქსიმალურად ახლა მეორე მხარეს განახებთ. ასე არის მეორე მხარეს. ჩანს თუ არა, ზუსტად ეს ადგილი. მიედება აი ამას. ცოტა აკლია. დაიცავს ზუსტად. ესეთი ვარიანტია საბურავთან. აი, ამას რო აიღებ ბოლომდე. აქედან აქედება უკვე რამას. არც საბურავს გააფუჭებს და უმბარებსაც ბოლომდე აღებულზე არ დააბაოქსავებ მექანიკურად. კიდე ერთი რაღაცა ვისწავლოთ ერთად, გავაკეთოთ ერთად. ნახეთ, გადავწყვიტე რომ შტანგა ბარემ გავაკეთო რეგულირებადი უკანა პანარა. აი, რას იწევს და რითვის არის უკანა პანარა. დააკვირდით ცენტრებს. ეს არის ძველი, სადაც ქარხნული უნდა იყოს. ეს არის სულზე და როცა ყველაზე მაღალზე სადაც ყავდა აწეული, აი აქ უწევდა. როცა ყველაზე მაღალზე იყო, მე რო დაბლა დავწიე, ანუ ეს ბოლო ვიდეო რაც დავიწყეთ, წინა ვიდეო თუ არ გინახიათ, ნახეთ აუცილებლად. ის ხარე დაიწია ავტომატურად დაბლა. პანარა დადგა ცერად. დაუჭირდა ისევ რელოკაცია ადგილის. ეხლანდელი სიტუაციისთვის ეს არის კარგი ადგილი დაბლითა, მაგრამ ნახეთ, იმისთვის რომ საბურავი და ხიდი იყოს ზუსტად ცენტრში, შუაში, ცენტრები უკვე აღარ ემთხვევა, ხვდებით? გრძელი გამოდის. ანუ აი ამ დირკას დახრეც ცდება. ამისთვის გჭირდება რომ პანარა იყოს რეგულირებადი, იმიტომ რომ მე რომ მანქანას მივაწვე, ჭირდება ახლა ნახეთ საით მიწოლა, ხო? უნდა რამა, ანუ ყუზაო მიიწიოს იქით ხარეს და ხიდი აქეთ ხარეს დარჩეს. ცოტა ჭირდება, ეს არის სულ ახლა 1 სანტიმეტრიან ცდინებაზე დაახლოებით ლაპარაკი, მეტზე არა. მაგრამ ბარემ ყოველთვის უკეთესია რეგულირებადი პანარა იყოს. ამას უნდა ჩავჭრათ, ამოვაკლოთ, დავამატოთ იქიდან და აქედან რეზბები და შუაში რეზბიანი ნაკანეჩნიკის კუთხეებიანი ბოლტივით.
ამას განახებთ ვიდეოში. ერთად გავაკეთოთ. ეხლა რაც გიხსნით. ნახეთ, ეს ხო ესე დგას. ცენტრი აცდენილია. მე განა არ შემიძლია რომ ჩავსვა. შეიძლება ეს ჩაჯდეს და ცირე ცვლილებას გვაძლევს ძალიან. ანუ რომ ამ მანქანამ ცოტა იქით მიიწიოს. ნახეთ, ეხლა გამოვალ მანქანის გარეთ და აგიხსნით ეს რას გამოიწვევს. ეს გამოიწვევს რას დააკვირდით. აი ზუსტად ამ ადგილას კრილო და რამდენითაც არის გამოწეული საბურავი. მე რო კუზავს იქით მივაწვევი, ეს საბურავი უფრო გარეთ გამოვა. აი ეს საბურავიც არის ეხლა გამოწეული იგივე დაშორებით, როგორც მარცხენა მხარეს. მე რო იმას მოვაწვევი აქეთ, რომ ის ბოლტი ჩაჯდეს, ხიდი დარჩება მარცხენა მხარეს, კუზავ გადმოიწევს მარჯვენა მხარეს, აქ არის სანტიმეტრებზე საუბარი. აქეთ რაც მოემატება ის 1 სანტიმეტრი და საბურავი უფრო შიგნით შევა. აქეთ მხარეს პირიქით რაც არის გარეთ კიდე 1 სანტიმეტრი მოემატება და ეს საბურავი უფრო გარეთ დარჩება. ხიდი იქნება მარცხენა მხარეს და კარდანის კრესტავინას ცოტა გვერდულად მოუწევს მუშაობას. სწორზე ეს არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ მანქანას როცა სვლები აქ მომატებული და დიდ დიაგონელზე გადმოვა ქარხნული კრესტავინისთვის სამუშაოდ ეს უკვე პრობლემა იქნება. მით უმეტეს ამხელა საბურავზე და ამხელა დატვირთვებზე. ნებისმიერ დროს ჯერ ისედაც ჩვეულებრივ სტატიკურ მოძრაობაში შეიძლება ამხელა საბურავმა და დატვირთვამ სადაც ჩვენ დავდივართ გააფუჭოს და არასწორმა პოზიციამ ჯერ ერთი რომ მანქანა ძალიან უშნოდ და მახინჯად დგება, რომ ცალი საბურავი გარეთ რჩება და ის საბურავი პირიქით შიგნით შედის კრილოში და იწევს გეომეტრიის დარღვევას. ამას განახებთ, ეხლა გავაგზავნებთ მოსატანი გვაქვს ეს ყველაფერი რითიც კეთდება და პერიოდულად მაგასაც აგიხსნით. მოკლედ, ეს არის ჩვენი პანარა, რაც უნდა გავაკეთოთ დღეს. სანამ ამის ახსნას დავიწყებ, ერთი პატარა შესავალი კომენტარი მინდა გავუკეთო ამ ყველაფერს, აი რატო ვაკეთებ ამას, ხო? რატო ვიღებ ამ ვიდეოებს და ასე წვრილმანურად დეტალებში რატო ვცდილობ, რომ ახსნა ყველაფერი მაყურებლისთვის, ხო? როცა მე ამ ყველაფრის სწავლას და ამ სფეროში შემოსვლას ვიწყებდი, აი სულ რო არაფერი არ ვიცოდი, ძალიან ძნელი იყო ინფორმაციის მოძიება თუ უცხოენა არ იცი, YouTube-ში არ ნახულობ უცხოელის გაკეთებულებს, ანუ ქართველებს ქართულ ენაზე, ქართველი მაყურებლისთვის ვიდეოების ხრივ არის ძალიან წირი ინფორმაცია, ხო? რომ შევიდეს ადამიანი და რაღაცა ისწავლოს. გარდა ამისა, რატომღაც ჩვენ ქართველებს აი ერთმანეთში ვინც აწყობენ ბიჭები მანქანებს, მეტნაკლებად რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი, აი ინფორმაციის გაზიარება ინტერნეტში არ უყვართ, დადება, ვინ რას აკეთებს, ახსნა, რომ სხვამაც გააკეთოს. აი ინფორმაციული ვაკუუმში ამყოფებენ რატომღაც ერთმანეთს, რა თუ პირადად ძალიან ახლო მეგობრები არ არიან და რაღაცა არ უზიანებენ ინფორმაციას, ვიღაცა რომ რაღაცა კარგს და მაგარს მოიფიქრებს, ან ბიუჯეტურად, ან რაღაცა არ აზიარებენ ინტერნეტში, რომ სხვამაც გამოიყენოს, ასე ვთქვათ, ეს ცოდნა და ანუ არის თქმა მინდა ამით, რომ რაც უფრო ბევრი ადამიანი ნახავს და გამოიყენებს შენ ცოდნას, ცოდნა მაშინ არის კარგი, როცა სხვებსაც უზიარებ და ეხმარები, ანუ რომ გამოიყენონ ეს შენი ცოდნა. თუ შენთვის შეინახავ ამ ცოდნას, ჩემი აზრით ღირებული არ არის. დღემდე მეც ბევრ რაღაცებს სწავლობ ახლა კეთების პროცესში, ჯერ კიდე ბევრი რამე არ ვიცი და რაც უფრო ბევრს სწავლობ ადამიანი, როგორც არის ნათქვამი, მით უფრო ხვდები, რომ ამ სფეროში უფრო და უფრო ცოტა იცი, რაც უფრო ბევრს იგებ. ამიტომ, რა ვიცი, მე შეძლებს დაგვარად იზიარებთ ამ ინფორმაციას, რომ ვიღაცას გამოგადგებათ რა, გამოიყენებთ და კი რა ვიცი, გისურვებთ ყველას წარმატებებს, უბრალოდ თქვენი მხრიდან ეს იქნება ჩვენი мотиваცია და ჩემი мотиваცია, რომ თუ გამოიწერთ ხოლმე არხს, ვიდეოს დაალაიქებთ და კომენტარს დატოვებთ უბრალოდ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. აბა, დავიწყოთ ახლა ახსნა. პირველ რიგში ვიწყებთ გაზომვით. ჩვენ შემთხვევაში გავზომეთ და აი აქედან აქამდე არის 90 სანტიმეტრი. მერე უნდა ავიღოთ ცენტრი, ანუ აი აქ 45 სანტიმეტრი და დავფიქრდეთ ჩვენი მანქანის ლიფტის სიმაღლიდან გამომდინარე ცვლილება რამდენი გვაქვს აწევის დროს და რამდენ სანტიმეტრიანი რეგულირება დაგვჭირდება დაახლოებით. მე ვფიქრობ, რომ 10 სანტიმეტრი რომ მოვაკლოთ ჩვენ პანარას, იქნება სრულიად საკმარისი. ანუ აი ასე. 5 სანტიმეტრი იქით ცენტრიდან 5 სანტიმეტრი აქეთ.
ეს ნაწილი უნდა ამოვიღოთ. შემდეგ უნდა ჩავსვათ აქეთ მხარესაც და იქით მხარესაც თავისი ზომა რეზბები. ახლა ეს პატარა მიჭირავს თავისი ზომა შიგნით რაც ექნება დიამეტრი, მაგას რომ მოვიტან განახებთ. იმდენ სანტიმეტრზე რამდენსაც ვაკლებთ, ანუ 10 სანტიმეტრს ხო ვაკლებთ, უნდა გარეთ დარჩეს რეზბა დაახლოებით 4 სანტიმეტრი ნახევარი. იმისთვის რომ შიგნით რო შევა ბოლომდე ადგილი დარჩეს დაახლოებით 1 სანტიმეტრი კიდე სანამ ერთმანეთს მიედება. გარდა მაგისა, აქეთ მხრიდანაც და მარცხენა მხრიდანაც უნდა დაემატოს გაიკები. როგორც ნაკანეჩნიკის პრინციპი მუშაობს, ვისაც გაქვთ ნანახი, რომ აქედან რომ მიეჭირება და იქიდან მოეჭირება, ეს იყოს უძრავად და თავისით არ გადატრიალდეს და არ აირიოს ზომები. დავიწყებთ ახლა და პროცესში განახებთ რა და როგორ. მოკლედ გამოვიდა ესე. პრინციპი რო ახსნათ სანამ გაკეთებას და მოტანას დავიწყებთ. სულ იყო 90 სანტიმეტრი. შუაგული ამოვაკელით 14 სანტიმეტრი, 7 სანტიმეტრი. ჩვენ ახლა რაც გვინდა ის რაც უნდა ჩავამატოთ, რამაც უნდა დაარეგულიროს, იმას გავაკეთებთ 8 სანტიმეტრს. შუაგული ამის დიამეტრი რაშიც რეზბა უნდა შეჭდეს არის 24 მილიმეტრი, ანუ 24-იან რეზბაზე გაიკის ზომა, ანუ აი ესეთი გაიკა მაგისთვის შესაბამისი სიგანე აქვს 2 სანტიმეტრი დაახლოებით. ანუ 2 სანტიმეტრი აქეთ მოგყარავს, 2 სანტიმეტრს აქეთ მოგყარავს. ეგ უკვე 4 სანტიმეტრი იმ 14 სანტიმეტრიდან რაც მოვაკელით წაგვართვა გაიკებმა რეზბაზე რაც დაიკავებს ადგილს. ახლა ვაკეთებთ რას? როგორც დაპატარავება უნდა შეეძლოს ამ ადგილს, ასევე გადიდება უნდა შეეძლოს და უნდა ავიღოთ ზუსტი შუა წერტილები. დაგვრჩა 10 სანტიმეტრის სამუშაო, ხო? იმ 10 სანტიმეტრის სამუშაოდან ავიღებთ, ანუ ეს რო ჩათვალეთ, შიგნით რეზბა ქონდეს 8 სანტიმეტრიანს. შუაში ეს იქნება 8 სანტიმეტრი. 8 სანტიმეტრს ორივე მხრიდან ექნება საშუალება რომ შევიდეს მხოლოდ 4 სანტიმეტრი შუაზე რო გავყოთ, ხო? ანუ ამ გაიკის დაკავებული ადგილის გარდა ეს რეზბა, რომელსაც დავსვარგავთ, გარეთ უნდა გამოვიდეს კიდევ 4 სანტიმეტრით გარეთ. ამას რო გავზომავთ. ანუ გარეთ უნდა დარჩეს 4 სანტიმეტრი კიდევ. 4 სანტიმეტრი და პლუს 2 სანტიმეტრი 6 სანტიმეტრი. თვითონ მხარეზე გარეთ რეზბა უნდა დარჩეს 6 სანტიმეტრი. ეს იქნება 8 სანტიმეტრი და შიგნით საშუალება ცარიელი ადგილი რჩება კიდევ 2 სანტიმეტრი. ანუ შეგიძლია კიდევ 2 სანტიმეტრი დააპატარაო და გაზარდო ამ 4 სანტიმეტრით, რაც რეზბა დარჩება. ბოლომდე გაშლა არ არის რეკომენდირებული. დაახლოებით 2 სანტიმეტრი კიდე. აქედანაც რო გაშალო 2 სანტიმეტრი, იქიდან 4 სანტიმეტრს კიდე საშუალებას გაძლევს და ეს იმდენად დიდი რიცხვებია და ისეთი დონის ცვლილებებზეა, რომ ამ ხელას ცვლილებები არ დაგჭირდება. თქვენ ხო ნახეთ წინა ვიდეო, ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 1 სანტიმეტრი, ეგეც არა, დაახლოებით 7 მილიმეტრი, რომ ცენტრები გასწორდეს. მაგრამ თუ უკეთეთ გაკეთება, ბარემ ისე გავაკეთოთ, რომ დიდი საშუალება გქონდეს. ანუ გაიკის გარდა 4 სანტიმეტრი დარჩება, გაიკიანად 6 სანტიმეტრი რეზბა გარეთ და შიგნით შევაყოფინებთ ერთ მაგდენს კიდე 6 სანტიმეტრს. რომ ზუსტად ამის ზომა იყოს დიამეტრით და შიგნით გაიჭედოს. არ დაასვარყოთ არასდროს გარედან პირზე. შიგნით შეჭობილს და გაჭედილს და მერე შემოსარყულს გაცილებით საერთოდ სხვა სიძლიერე აქვს,
ვიდრე პირზე დასვარკულს. ნასვარკს არასდროს არ აქვს იმ ხელა სიძლიერე, რომ პირზე დასვარკულმა დაიჭიროს. აუცილებლად მოჭერით ყოველთვის ფასკები, სანამ სვარკას დაიწყებთ, აქეთაც. ეს დეტალები არ მაქვს ახლა რაც მოგიყევით, უნდა წავიდე, ვიყიდო და რომ მოვალ უკვე გაკეთებულსაც განახებთ. მოკლედ მოვიდა ჩვენი დეტალები. ეს არის ყველაფერი, რაც ამის გასაკეთებლად დაგჭირდებათ. ამისი შოვნა ძალიან გაჭირდა. ზუსტად ასეთი იმ ზომების და ისეთი რეზმით მოჭრილი, რაც ჩვენ გვინდოდა. გავამზადებინეთ ტოკარს. ზუსტად იმ რეზმის მიხედვით, რაც მე მჭირდებოდა, ეს ძალკე მასალად ვიყიდი. დაგჭირდება ესეთი ბოლტი რეზმისთვის, 2 გაიგა, 2 გროვერნის შაიბა. და შტანგა ზუსტად ზომები აღებული. ახლა ამას უნდა ჩვენ თავი მოვაჭრათ, მერე გავყოთ ზუსტად შუაზე და ნახევარი აი ბოლოში შევუშვათ, შემოვადუღოთ, ნახევარი ამ ბოლოში შევუშვათ, შემოვადუღოთ. ესეთი გამოვიდა ჩვენი პანარა. სიგრძე ქარხნული რაც იყო, იმაზე შეუძლია დაპატარავდეს 2 სანტიმეტრით პატარა გახდეს და გაზდა შეუძლია თვითონ მხრიდან 4-4 სანტიმეტრი, მაგრამ ბოლომდე რო არ გამოწიოს, 3-3 ვთქვათ, 6 სანტიმეტრით შეუძლია კიდე გადიდეს. ეს რო გამოვიდეს და ისიც რო იქით გავიდეს. 36-მეტიანი კრუჩი ჭირდება ამას, რაც საკმაოდ ძლივს ვიგოვე. ან შეგიძლიათ ჩვეულებრივი ის რო არის, რა ქვია, ცენტრალური სმილების დიდი კრუჩი როა, იმითაც რო დიდდება და პატარავდება. ესეთი ვარიანტი. დიდი როა. წავიდეთ ახლა დავაყენოთ მანქანაზე. მოკლედ დავამთავრეთ. ესეც მიყენებული ვარიანტი უკვე გაკეთდა. ჩვეულებრივ ხიდი გასწორდა შუაში. აი ამის მიხედვით გავაკეთეთ დაშორება აქედან აქამდე და მეორე მხარეს იგივე ადგილას უნდა იყოს ერთი და იგივე ზომა. მანამდე სანამ ამ პანარას გავაკეთებთ, აქეთ იყო თუ სწორად მახსოვს 11 სანტიმეტრი. იქით მეორე მხარეს იყო 14. ახლა ორივე მხარეს არის 12.5. ანუ გარედანაც დაეტყო მანქანას. იმიტომ რომ საბურავი აღარ არის, გარეთ ხარეს ცალ-ხარეს. რაც შეეხება დიაგონალის ტესტს, არის ზუსტად დიაგონალზე აწეული ჰაიჯეკით. აქ დაშორება გვაქვს თავიდან 12 სანტიმეტრი, 12.5 მიდის ეს ამ დონეზე. რაც გავუხსენით საშუალება, რომ მეტი სვლა გქონდეს. რაც შეეხება მეორე მხარეს, მაგარი შედეგი დადო ძალიან პაჯეროსთვის, იმიტომ რომ სვლა კრილოში 12 სანტიმეტრიდან ადის 22-ზე გაშლა. ისე რომ წინა საბურავი 4 საბურავი რო იდოს რა, 2 ჰაიჯეკის დაკაჩავებაზე უკვე წინა საბურავს ჰაერში წევდა ხოლმე. ეთყობა კიდევაც მანქანას, რომ როგორ დგას და რანაირად. საერთოდ სხვანაირი სტაბილურობით ჩემი აზრით როცა გავტესტა მე ამ მანქანას. სტანგები, რაც გადავაკეთეთ წინა ვიდეოში, თუ არ გინახავთ, ნახეთ. იმას გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ნახოთ. შეიძლება დავაყენო უფრო გრძელი ამორტიზატორები, ან შეიძლება არა, იმიტომ რომ
ჩვენ რელიეფზე საკმარისია ეს ბლოკებთან ერთად ჩემი აზრით. ახლა წინ განახებთ შემზღუდველებს. წინ როგორც იცით შემზღუდველი ავამაღლეთ აქ ამ შაიბებით დაახლოებით 1 სანტიმეტრით, რაც საშუალებას იმისას არ ეძლევა, რომ კრილოში კიდევ უფრო მეტად შევიდეს საბურავი და არ მიედოს. აი აქ დაშორება 2 თითი დაახლოებით ჩადის ეს შიგნით, კიდე რაც უფრო გავადიდე კრილო. თუმცა რაც შეეხება ეთყობა რაც ერა დგას, ის მხარე არის გაშლილი, მაქსიმალურად ეს მხარე მაქსიმალურად არის დაკეცილი. წინიდან გარედან გადავიღებ, ახლა უფრო კარგად გამოჩნდება. დაგვიდით. წინა მხარე და როგორც კი ენდება შემზღუდველი დაახლოებით 2 თითის ადგილია წინაც ყველაზე კრიტიკულ ადგილებში დარჩენილი. აქაც თუ ძალიან დაარტყავს, რომ მაღალ სიჩქარეზე მეტად შეკუმსოს ეს შემზღუდველი, იმ დროს შეიძლება მიედოს ცოტათი. თუ ხშირად მიედება, ბოლო ტორსიონიდან კიდევ ოდნავ წამოწევთ, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალზე უჭირავს ახლა ცხვირი და აქვს რესურსი, რომ კიდე მეტად აიწიოს. უკან გაცილებით მეტის გასვლის საშუალება აქვს, უბრალოდ იქამდე ავწიე, რომ წინა საბურავის მიწაზე ყოფილიყო. სიტყვით ესე გამოვიდა ჩვენი აპდეითი და განახლება. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და დამიტოვეთ კომენტარის სახით თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აბა გისურვებთ ყველას წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.